დარღვევები გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე და გამოვლენილი ორი კომპანია, რომელიც ხელშეკრულებით დადგენილ პირობებს არ ასრულებდა. დარღვევების გამოვლენა ლაბორატორიული შემოწმების გზით მოხერხდა. 5 გზის სხვადასხვა მონაკვეთზე, სადაც ამჟამად სამუშაოები მიმდინარეობს, დაგებული გზის საფარი ამოიჭრა და ექსპერტიზაზე გადაექსანა. 5-დან 2 შემთხვევაში ასფალტის საფარი ტენდერით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ინფორმაცია შემდგომი რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტს გადაექსავნება. რის შემდეგაც სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალის ოდენობაც დაითვლება. დეტალებით ირაკლი დანელია, გიორგი ხიზანიშვილი და მალხას ხუნდაძე. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დარღვევები აღმოაჩინა. როგორც დავით ნარმანია ამბობს, ლაბორატორიული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შემოწმებული 5 გზიდან 2-ზე ასფალტის საფარი სახელმწიფო სტანდარტს და ტენდერით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ერთ-ერთი ადგილი, სადაც ხარვეზები გამოვლინდა, თბილისი-ტყიბული ამბროლაურის გზის მონაკვეთია. მეორე ადგილი კი თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაა. სამინისტროს ინფორმაციით დაგებული ასფალტის სისქე ორივე შემთხვევაში რეალურად იმაზე ნაკლები აღმოჩნდა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. დარღვევები შეეხება ორივე გზის მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის ქვედა და ზენა ფენის სისქის შემცირებას, არასათანადო ფორიანობას, დატკეპნის ხარისხს, ბიტუმის რაოდენობის კლებას, ნარევის გრანულომეტრული შემადგენლობის შემცირებას. ასფალტო-ბეტონის ზედა ფენის სისქე ერთ-ერთ მონაკვეთზე ნაცვლად 6 სანტიმეტრისა შეადგენს 5.2 სანტიმეტრს, ხოლო ზედა ფენის სისქე ნაცვლად 4 სანტიმეტრისა შეადგენს 3.2 სანტიმეტრს. მეორე მონაკვეთზე შესაბამისი სისქე 1.33 სანტიმეტრით ნაკლებია დადგენილ მოთხოვნებზე. გზებზე გამოვლენილ დარღვევებზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე შოთა მურღულიაც საუბრობს. მისი თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში შესრულებული სამუშაოების ხარისხი სტანდარტებით გათვალისწინებულ პარამეტრებს არ შეესაბამება, რაც ახლად რეაბილიტირებული გზის დროის მცირე მონაკვეთში დაზიანების მიზეზი ხდება. ის არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული კომპანიები შავ სიაში აღმოჩნდნენ. ხარისხი არ შეესაბამება ხელშეკრულებით, რაც იყო განსაზღვრული. აი ამაზე არის საუბარი. შესაბამისად ჩვენ ლევან სამხარაულის სახელობის ბიუროდან მივიღეთ ეს დასკვნა და რა თქმა უნდა ის უკვე სამართალდამცავებს გადავეცით, რადგან უკვე ეს გამოძიების თემაა, თუ თქვა რა პრობლემები იყო, რა ზარალი მიადგა სახელმწიფოს, როგორ შეიძლება მისი გამოსწორება, არ ითვალა სისხლის სამართლებრივი დანაშაული, თანამდებობები, რომელიმე თანამდებობის პირის გალეულობა ხომ არ იკვეთება. გზების დამგებ კომპანიაში შენიშვნებს არ იზიარებენ. კომპანია Modern Services მთავარი ინჟინერი ლუკა რობაქიძე ამბობს, რომ გზის დაგების პერიოდში ასფალტის სისქე და სხვა ტექნიკური პარამეტრები მუდმივად მოწმდებოდა. ამიტომ გაუგებარია, რატომ აღმოჩნდა დარღვევები კონკრეტულ მონაკვეთზე. საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად კომპანია დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავს. ყოველ დღე, როდესაც ვიღებდით ასფალტო-ბეტონის ნარევს, ყოველ დღე მიდიოდა ლაბორატორიული შემოწმება. ეს შეეხება, რომ სისქე დაცული არის. ყველა მთლიან გზაზე დაცული არის ასფალტო-ბეტონის სისქე. ნაკლების სისქე იქ არ იქნება. გამოსწორებას როგორც მიგვითითებენ, გამოსწორეთ. კომპანია ერღოტაკ მაკედონიაში კი ხელმძღვანელი პირების თბილისში არ ყოფნის გამო კომენტარს არ აკეთებენ. განმარტებები არც შინაგან საქმეთა სამინისტროს გაურცელებია. ახალი მიდგომები, რომელიც გზების მოვლა პატრონობას და შენახვას გულისხმობს, რეგიონული განვითარების სამინისტრომ ცოტა ხნის წინ შეიმუშავა. ის კონტრაქტორის მიერ არამხოლოდ გზის მშენებლობას, არამედ მის რამდენიმე წლიან მოვლა შენახვას ითვალისწინებს. ახლად დაგებულ გზებზე მონიტორინგი კვლავ გაგრძელდება.